გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო. მოგიკითხავთ პატივისცემით ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი. დღეს ამ მდგომარეობაში ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ შიგნით და გარეთ, საკანში და საკნის მიღმა, ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა. ვინ ხართ თქვენი თავისთვის? უმაგრესო დავით, მადლობა რომ გაგახსენდი. ყოველთვის მithფობს გულს შენი ეკრანზე ხილვა. პასუხობ შენს კითხვებს, მგონი საინტერესო გამოვიდა. მე ვრჩები მებრძოლ იდეალისტად და გამოუსწორებელ ოპტიმისტად. მაქვს აღშენებლობის ისტერიული სურვილი. სულ ვაანალიზებ, ვკითხულობ წიგნებს მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო ზარები აკრძალული მაქვს და მზისხივი არ მინახავს უკვე რამდენიმე წელია. ამ ბოლო დროს ფოტოების შემცველი ტექსტების მიღება ამიგრძალეს. ამიტომ ჩემს და სხვების Facebook გვერდებს ვეღარ ვადევნებ თვალს. უყურებ ტელევიზორს, ძირითადად ქართულ და უკრაინულ არხებს, ასევე BBC-ს და ფრანგულ არხებს. მიუხედავად იმისა, რომ მოწამლის კვალი დამრჩა, დათურისი შექმნა ვერ შევძელით და რა გავაკეთეთ არასწორად. და ბევრი ახალი იდეა მაქვს, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქალაქების და რეგიონების აღშენებლობისთვის. რუტინა, რასაც შესაძლოა ყოველდღე მიმართავდეთ მენტალური სიძლიერისთვის, რთულია პატიმრად ყოფნა და ამის ჯანმრთლიანად გაძლება. თქვენს ყველაზე სახიფათო შიშებზეც გკითხავთ. მანდ სიჩუმეში, პატიმრობაში. ფიზიკურ პრობლემებში მაინც ვცდილობ რომ ვივარჯიშო. მაძლებინებს გარედან ხალხის მხარდაჭერა და დედაჩემის ნამდვილი გმირობა. ამდენი წელი დღეში ორჯერ მოაქვს საკვები და თან აგრძელებს თავის უნივერსიტეტში მოღვაწეობას და ხანდახან 2-3 დღით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე სიარულს. რეგულარულად მნახურობს გიორგი ჩალაძე, როგორც ჩემი ადვოკატი. ასევე ძალიან მახალისებს ალისას და სოფოს პერიოდული ხან მოკლე ვიზიტები. ასევე ხშირად მნახულობს უკრაინის კონსული, რომელთანაც ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ უკრაინულად უკეთესად საუბრობ ვიდრე რუსულად. ყველაზე მეტად მეშინია, რომ საქართველოს რუსეთთან ოფიციალური მიერთება არ მოხდეს ანექსიის სახით და ვერ შევძლოთ ძალიან პერსპექტიული რეგიონალური მდგომარეობის გამოყენება. მიხეილ სააკაშვილი რომ არ დაბრუნებულიყო. მისი ხმა იქნებოდა თუ არა უფრო მჭექარე ყველა ტრიბუნიდან. კი, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა ჩემი ძველი კავშირების გათვალისწინებით პრეზიდენტ ტრამპთან, მარკო რუბიოსთან და ევროპულ ბალიტისტურ ელიტასთან, ასევე ალიევთან და ერდოღანთან, ყველაზე ცნობადი ქართველი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი უკრაინის მოქალაქე ვარ მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, ამას წინა ტრამპის და ზელენსკის ახალი ფოტოების შემოტანა ამიგრძალეს, ისევე როგორც საქართველოს ჩემ მიერ შექმნილი გერბი. მიკავია ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით დღემდე შემინარჩუნდა ეს თანამდებობა და კაბინეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამავე დროს არ ვავიწყდები დანარჩენ მსოფლიოსაც. ევროპარლამენტი არამხოლოდ კატეგორიულად ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, არამედ აღიარებს ჩემს უმთავრეს როლს საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაში. და ყველაფერი ამის ფონზე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არასდროს ვჭირდები საქართველოს. გუშინ ვნახე ახალი გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ოპოზიციურ ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია. ჩემი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. ხალხმა როგორც იქნა დააფასა თუ რისი გაკეთება შევძელით მე და ჩემმა გუნდმა. მიხვდნენ რომ ბევრი ჩვენი პროგნოზი და ახლა ისტერიული რუსულ-ქოცური ცრუ პროპაგანდა უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობს. ახლა, როცა ივანიშვილი სრულად არის გაშიშვლებული, ვიცით მისი ყველა სახე, თითქმის, ყველა ფორმა და ყველა შესაძლო ფორმაც, რადაც სამომავლოდის შეიძლება იქცეს საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის თუ საკუთარი გარემოცვისთვის. რას ეფუძნება ახლა მისი ძალაუფლება? ივანიშვილი აყანყალებს და რეპრესიების ესკალაცია უკიდურესი შიშის და სისუსტის გამოხატულებაა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ახლა ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ვარდების რევოლუციას ჩვენ ვამზადებდით 2-3 წლის განმავლობაში. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებულ ორგანიზაციას ოტპორს. უკრაინა კუჩმას გარეშე საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროთ. ვარდების რევოლუციის დროს ბევრი ელემენტი სერბებისგან და უკრაინელებისგან გადმოვიღეთ. რევოლუციის ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც ჩვენს პრაქტიკულ ქმედებებზე, რომლებიც აიძულებდა შევარდნაძეს ჩვენთვის სასურველი შეცდომები დაეშვა. ახლაც ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შტაბ-ეჭდილება, რომ ბევრი ყოველჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე თუ რა იქნება ქმედება. მთავარია ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით. თუმცა ჩვენმა ახალგაზრდებმა აჩვენეს გმირობის საოცარი მაგალითები. რაღაცეებს ხალხი უკვე მიხვდა. ჯერ იყო პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ მიშა სახელის გაგონება არ იყოს. ახლა ეს ძირითადად გადალახულია. მთავარია შევთანხმდეთ, რომ მხოლოდ მწყობრი, კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება
მიიჩნევიან შავი გედებით, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. ფაქტია, რომ ქართული ოცნება კლავს, მაგრამ მაინც არსებობს. უსამართლოდ გისწორდება, გაპატიმრებს, კანონმდებლობით არავითარ თავისუფალ სივრცეებს არ გიტოვებს, მაგრამ ის მაინც დგას. თორნიკე რიჟვაძის ეს მძიმე შემთხვევა არ არის პირველი, მაგრამ ამ მასშტაბის ფიგურას, კაცს, რომელსაც თითქმის 8 წელი ებარა აჭარის მთავრობა, როდესაც ასეთი რამ ემართება. რა გზავნილებს და საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს კრებითი რიჟვაძეებისთვის ქართული ოცნების შიგნით. თუ დავაკვირდებით, საქართველოში ვითარდება რუსეთის პარალელური პროცესები. რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობიდან მეორე დღეს რუსეთში თავი მოიკლა ტრანსპორტის მინისტრმა. ჩემი პროგნოზით, უახლოეს ხანში თუ დასცალდათ, დაიწყება ბობოლა მოხელეების ფანჯრიდან გადმოყრა. კალაძეს, რომელმაც ზედმეტად ბევრი ფული მოიპარა და აშკარად საკუთარ პოლიტიურ კამპანიას აწარმოებს, დიდი ალბათობით დაიჭერენ. ასეთია მაფიის შიდა წესები. ოპოზიციის დიდ ნაწილს რომ არ ქონოდა შიში, მიშამოვა და შეგვჭამს, მაშინ მართლაც შეძლებდნენ გაერთიანებას და ივანიშვილი დიდი ხნის ჩამოშორებული იქნებოდა ხელისუფლებას. აგერ ევროპარლამენტმაც გვითხრა, რომ ერთადერთი სადაც ღირს ბრძოლა იქნება ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები ახალი კანონის ფონზე უაზრობაა. თან ყველამ, ვისაც ევროპასთან გვიმუშავია, ვიცით, რომ ევროპელები თითქმის არასდროს მოუწოდებენ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებისკენ. ოცნების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წაგებულ ბრძოლაში შეყოლა თუ რომელიმე დიდი ქალაქის გამოგლეჯა. ამ მომრჩევლის 90% მოგიწოდებს არ შეხვიდე ამ ქოცურ სპეცოპერაციაში. ჯიქურად მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ თვითმკვლელობას უტოლდება. ჩვენ ვინც სწორ გზაზე ვდგავართ და მივაღწევთ ამ არჩევნების პრაქტიკულად ჩაშლას. დამთავრდებოდნენ კიდეც ოპოზიციის ნაწილი, რომ არ ჩამოდგომოდა ჯიბრში. ახლა ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, გაერთიანდება ყველა თუ არა, რა თქმა უნდა ერთიანობა რჩება ჩვენს პრიორიტეტად. ესენი მაინც დასრულდებიან, მაგრამ როგორც ვთქვი, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯებით არ გამოვა. როგორ უნდა ამოიძირკოს რუსეთი ასეთი გადგმული ქართული სახელმწიფოდან, ქართული ქალაქების ქუჩებიდან. რუსეთის დასასრულებლად უნდა შევაჩეროთ ქვეშეთკობის, პრაქტიკულად ახალი როკის გვირაბის მშენებლობა. გზა უნდა შევუზღუდოთ. საქართველოში რუსეთის სახელმწიფოსთან აფილირებული ბიზნესები უნდა დავხუროთ. უნდა მოვკვეთოთ რუსული პროპაგანდა, მაგალითად სპუტნიკი, ისე როგორც გააკეთა ეს აზერბაიჯანმა. უნდა ხელახლა მოვახდინოთ ტურიზმის ორიენტაცია ევროპასა და ამერიკაზე და ამისთვის უნდა დაუბრუნდეთ ბათუმში Royal Caribbean ამერიკული საკრუიზო პორტის პროექტს. უნდა ავიღოთ უსაფრთხო გზის გარანტიები თურქეთისგან, რომელსაც განსხვავებით რუსებისგან არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ჩვენთან და ყველაზე მთავარი უნდა დაუბრუნდეთ ინტენსიურ ევროპულ ინტეგრაციას. მოგისმენდით თავისუფალ მედიაზე, რომელიც დააკუცმაცეს, დაჭრეს, შეავიწროვეს და მედიის მედლის მეორე მხარეზეც გკითხავდით. პროპაგანდაზე, რომელიც ჭამს ქართულ დემოკრატიას. თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ნამდვილი ფორპოსტი, რომელიც აკავებს დიქტატურას. ამიტომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ხართ თქვენ, ნამდვილი გმირები, ისტორიის სრულფასოვანი სუბიექტები. ერთადერთი, რაც ანათებს ქოცურ სიბნელეს, არის თქვენი მოღვაწეობა და ეს მიუხედავად ფინანსური მოხრჩობისა და ზეწოლისა. ამავე დროს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ არხს განუვითარდა მიშას ხსენების კომპლექსი და ამაზე გული მწყდება. იმიტომ რომ ეს არ ითვალისწინებს ხალხის უმრავლესობის აზრს და ამგვარად აზიანებს ამ არხებს. რაც შეეხება ქოცურ პროპაგანდისტებს, ისინი პირდაპირ თანამონაწილენი არიან ივანიშვილის დანაშაულებისა და ღიად ღალატობენ ქვეყანას. ამას წინათ ვნახე კვლევა, რომ დღევანდელ კორუფციას, მონოპოლურ ფასებს და გაჭირვებას ქოცე ამომრჩევლები კახა ბენდუქიძეს აბრალებენ. თან აღიარებენ, რომ ქოცების უმრავლესობა ცუდ დღეშია და იქვე ამატებენ, აბა მიშა გინდათ? ეს ყველაფერი იმედის და ძმათა მისი გამტარებელი ხალხის რაღაც ნაწილის გამოშტერების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. კარგი ამბავი ისაა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა საკუთარ თვალებს და ნაკლებად გამოსულელების საშუალებებს.